ნიცშე, ფროიდი, მარქსი, თანამედროვე ჰერმენევტიკის სათავეებთან. და აქ ხსნის, რომ თანამედროვე ევროპული აზროვნება და ინტერპრეტაცია არის დაფუძნებული ამ სამ ავტორზე, ნიცშეზე, ფროიდზე და მარქსზე. ანუ ის იყო მემარცხენე იყო და მარქსი ძალიან ის იყო მისთვის, მაგრამ არა, ნიცშეს და ფროიდიც. ანუ სამ მიმართულებას აყალიბებს. არა, მარქსიც ის არის, რაც რომ ანგარის გასაწევია ეხლა ჩვენ არ გვევასება, მაგრამ მაინც ერთი ცალკე ხაზი არის. ნიცშეს მიმართულება, ფროიდის მიმართულება, მარქსის მიმართულება და ის ამბობს, რომ ნებისმიერი ტექსტი ევროპულ ლიტერატურაში მე-20 საუკუნეში ამ სამი ავტორის ბაზაზია შექმნილია. ანუ აი თუ დაუშვათ ის არის აღარ გამოიცემა გამომცემლობა Carpe Diem არის ეგეთი და მე ბუკინისტებში ვნახე და ხო, რავი, თუ ვინმეს ძალიან მოგინდებათ, გათხოვებთ, მაგრამ დამებრუნოთ უნდა აუცილებლად. ხო და ანუ რატო არის მნიშვნელოვანი რა? კომუნიკაციის ის აქვს არგუმენტი. ხო და რატო არის მნიშვნელოვანი? პირველ რიგში ის რომ ქართულად რო ითარგმნა ძალიან მაგარია. მეორე რიგში ის რომ აი ინტერპრეტაციებში გვეხმარება, აი რაღაცა ტექსტს რო კითხულობ, ეს შეგიძლია მოიშველიო და აი აბა იმ სამი ავტორიდან რომელზე დაჯდება ეხა ეს ინტერპრეტაცია. აი კამიუსთან იყო რომ მაგალითად ფროიდის მიმართულება იყო, რაღაცა დედამისთან ურთიერთობა, იქ ძაღლი გაქრა, დედა გაქრა და ეგრე. მარქსი იყო რომ სოციალური მიმართულება, აი კლასები რაღაცა ეგ ყველაზე მშრალია და ნიცშე არის ეხა ძალიან გასული და ასტრალი, ხო? რაღაცა ღმერთი და ის და უღმერთო, ღმერთი მოკლა რაღაც. უნარ ანუ დავიწროებული არა აქვს ნიცშე ღმერთი მოკვდას ფრაზამდე და მაგიტოა კაი რა, ხო.